შოკის მომგვრელი მოვლენების განვითარებით გაერთიანებული სამეფოდან მუსლიმების გადინება დაიწყო, რადგან მათ თვითდეპორტაცია დაიწყეს. მათ ეშინიათ ბრიტანელი ადგილობრივი მოსახლეობის აღზევების, რომლებიც ახლა გრძნობენ, რომ მთავრობის მხრიდან მსგავსი მანიპულირება უკვე წელში ამოუვიდათ. იმაში დააჯერეს თითქოს ეს ყველაფერი მრავალკულტურიანობას ეხება და არა რეალურ შემოსევას, რომელმაც ყველაფერი ჩაიგდო ხელში და აკონტროლებს. ამ ისლამისტების რეაქციები კი გულთრფელად რომ ვთქვათ, ცოტათი მოულოდნელია. ისინი ითხრებენ იმის გააზრებას, რომ ის ფარსი, რომელიც ამდენი ხანი ჰქონდა შექმნილი, თითქოს ყველაფერი მხოლოდ სიკეთე და რელიგიური თავისუფლებაა, აღარ მუშაობს. ბრიტანელები დგებიან და პასუხს სცემენ, ხოლო პოლიტიკური პარტიები ცვლილებებს ახორციელებენ. აქ არის სრულიად საინტერესო ვიდეო მუსლიმი ქალისგან TikTok-ზე, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ სურს ბრიტანეთიდან გააძევონ. დიახ, სწორად გაიგეთ. ამ ქალს ავარ სურს ამ ქვეყანაში ცხოვრება, რადგან როგორც თავად ამბობს, ქვეყანა საშინელ მდგომარეობაშია. ამიტომაც უნდა წავიდეს. დარწმუნებული ვარ. არა, ეს იმიტომ არ არის, რომ ქვეყანა საშინელ მდგომარეობაშია. მათ საერთოდ არ აინტერესებთ ის ქვეყნები, სადაც მიდიან, კარგ მდგომარეობაშია თუ არა. არასდროს აინტერესებდათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშინიათ წინააღმდეგობის. ყველას გექნებათ ძალიან საინტერესო აზრები ამზრები ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ. მოდით ვნახოთ. ამ ეტაპზე გთხოვთ ვინმემ დამეხმარეთ და გამიყვანეთ ამ ქვეყნიდან. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ისევ ამბობს, რომ აპირებს ჩემს დეპორტაციას. მართლა გეკითხებით ახლა. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. რადგან დიახ, ჩვენ სიამოვნებით გავაგზავნიდით თქვენს მისამართს და სახელს თქვენს ინფორმაციას. დავიცავთ მუშაობას, ძვირფასო. საითაც მიდის ეს ადგილი, საითაც მიდის ეს ქვეყანა. საერთოდ ის მიმართულება, საითაც მივდივართ. ჩვენ აღარ გვაქვს საზოგადოება, აღარ გვაქვს სოლიდარობა, აღარ გვაინტერესებს ერთმანეთი. გთხოვ შეგიძლიათ დამეხმარო და სახში დამაბრუნო. იმიტომ რომ იანგალს ეს ყველაფერი ხელში ამოუვიდა. გულისხმობ იმას, რომ შემიძლია გითხრათ, თუ უბრალოდ GoFundMe-ს შექმნი, ჩვენი მინდევრები აქედან აგეხმარებიან, რომ იმ ქვეყნიდან წახვიდე და სადაც გინდა იქ წახვიდე. საკმარისია მცდელობა. დაარწმუნო ხალხი, რომ აზრზე მოვიდნენ და გააერთიანო ისინი, კანის ფერის მიუხედავად. ხალხის გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე რთული რამაა საერთოდ. ასე რომ დავასრულე. კოლეგებს, ვინმემ შეიძლება სწრაფად დაურეკოს ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახში დამაბრუნოს. იცი, ამ ყველაფრის ირონია ისაა, რომ რა თქმა უნდა, სხვებს უწევთ მისი მოვლა და ყველაფრის გაკეთება მისთვის. არა, თვითონ ვერ დაჯავშნის ბილეთს და ვერ გადავა. მას სჭირდება, რომ სხვებმა მოუარონ და ყველაფერი მის ნაცვლად გააკეთონ. სხვათა შორის ის ერთადერთი არაა, როგორც ჩანს, მათ სურთ, რომ ეს თვითდეპორტაციაც გაერთიანებულმა სამეფომ დააფინანსოს. ხო, ეს საკმარისი არ არის. ისინი მოვიდნენ და შეეცადნენ შემოჭრას, ეხლა კი ხვდებიან, რომ ეს შემოჭრა შეიძლება ისე მარტივად არ წარიმართოს, როგორც წარმოედგინათ. ეხლა კი უნდათ, რომ მათი წასვლის საფასური თქვენ გადაიხადოთ. ეს ზუსტად ისაა, რასაც ელოდებოდი. ამ ეტაპზე ეს უკვე არც კი არის შოკის მომგვრელი, ანუ ნახე ეს. ეს თავხედები წუწუნა და საზიზღარი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ეკუთვნით. ვერ ვიტან ამას. აი ჩემი პატარა გზავნილი უკიდურეს მემარჯვენეებისთვის. თუ გინდათ რომ თქვენი ქვეყნიდან წავიდე, მიყიდეთ ცალმხრივი ბილეთი. დამიფინანსეთ საცხოვრებელი და სამუდამოდ აღარ შეგაწუხებთ. გპირდებით, ჩემი ქვეყანა ბევრად უკეთესია ვიდრე ეს ქვეყანა. უბრალოდ უიღბლოდ აქ დავიბადე. ეს ქვეყანა თქვენზე მეტად მძულს. მაგრამ გადამიხადეთ ჩემი ხარჯები და წავალ. გპირდებით, დაჯავშნეთ ხვალისთვის. მართლა. რომელ ქვეყანას გულისხმობთ, იმიტომ რომ თქვენი აქცენტი ბრიტანულს ჰგავს, ისე ლაპარაკობთ, თითქოს იქ დაბადებული იყოთ და ამბობთ, ხო, ჩემი ქვეყანა ამ ადგილზე ბევრად უკეთესია. საოცარია, როგორ შემოდიან ეს ადამიანები. შემოდიან და ცდილობენ ყველაფრის დაპყრობას. თან ამ დროს ამტკიცებენ, რომ იქ, საიდანაც ისინი არიან, ყველაფერი ბევრად უკეთესია. როგორც ჩანს, ეს მართლაც შეიძლება იყოს ტენდენცია, რადგან ინგლისში პოლიტიკა ისე ვითარდება, რომ აირჩიეს ეს აბსურდული ადამიანი, ან შეიძლება არც კი აურჩევიათ. ხომ იცით, Keir Starmer-მა გადადგა და ახლა მოლის ეს ახალი კაცი, რომელიც Keir Starmer-ზე კიდევ უფრო უარესია. რეფორმა და ბრიტანეთის აღდგენა წარმატებას მიაღწევენ შემდეგ არჩევნებში და ისინი ცვლილებებს შეიტანენ დიდ ბრიტანეთში და სულ უფრო მეტი ადამიანი იწყებს ამის გაცნობიერებას. მაგრამ რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ შეძლებენ თუ თავს ყველაფრის უფლებას არ მისცემენ. ეს ძალიან საშიშია და ხო, შენ იხდი ჩემთვის, შენ თავიდან მიშორებ. რატო არ აკეთებ ამას? თუ ასე ძალიან გეზიზღება, რატო არ მიდიხარ? იმიტომ რომ არ გეზიზღება, გიყვარს ეს. უბრალოდ გიყვარს წუწუნი.
თუ შენ მუსლიმი ხარ და დასავლეთში ცხოვრობ და ფიქრობ, რომ უკიდურესი მემარჯვენეების აღზევება უბრალოდ რასიზმია, მეგობარო, ბუშში ცხოვრობ. გამოქვეყნდა კადრები, სადაც ბრიტანეთში მცხოვრები მუსლიმები რეაგირებენ Reform UK-ის მიერ ათასობით მანდატის მოგებაზე არჩევნებში. ეს რეაქციები ძალიან მოულოდნელი იყო და ბევრ ადამიანს შოკი მოგვარა, ასე რომ ჯერ ვიდეოებს გადავხედავთ. შემდეგ კი ჩემს აზრს გაგიზიარებთ ამ სიტუაციაზე. ეს არის პირველი ვიდეო. ეს მუსლიმია, რომელიც ლონდონში დაიბადა და ამბობს, რომ ბრიტანელმა მუსლიმებმა უნდა გამოიღვიძონ და პატრიოტების რასისტებად მონათვლას თავი დაანებონ, რადგან ისინი რასისტები არ არიან. ისინი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც ნამდვილი შეშფოთება აქვთ. მუსლიმები დასავლეთში ახლა დიდ შეცდომას უშვებენ. თუ შენ მუსლიმი ხარ და დასავლეთში ცხოვრობ და ფიქრობ, რომ უკიდურესი მემარჯვენეების აღზევება უბრალოდ რასიზმია, მეგობარო, შენ ბუშში ცხოვრობ. დიახ, რასიზმი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის პრეტენზია, რომ ყველა შეშფოთება, რაც ხალხს აქვს, იმიგრაციასა თუ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, რასისტულია, სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ეს მოძრაობები იზრდება. რადგან მათი თვალსაზრისით მუსლიმები უბრალოდ არ უსმენენ. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, ხო, რასისტები არიან და უგულებელყოფთ მათ. ამასობაში, შენ თავს კომფორტულად გზნობ შენს პატარა ეკოსისტემაში. იმავე ეკოსისტემაში, რომელზეც ისინი ამბობენ, რომ ხალხი არ ინტეგრირდება. ჰალალის მაღაზიები, მეჩეთები და შენი საკუთარი საზოგადოება. ამ ბუშტის მიღმა მიმოიხედე. საზოგადოებრივი განწყობა იცვლება. ახალგაზრდა ბრიტანელი კაცებიც კი, რომლებიც მრავალფეროვან სკოლებში გაიზარდნენ, უფრო მეტად ნაციონალისტები ხდებიან. და ეს იმიტომ არ ხდება, რომ ერთ დღეს გაიღვიძეს და გადაწყვიტეს უმცირესობები შეიძუონ. ეს იმიტომ ხდება, რომ გძნობენ მათი ქვეყანა იცვლება და ამის შესახებ საუბარი არავის შეუძლია. ასე რომ თუ მუსლიმები ყველა კრიტიკას რასიზმად მიიჩნევენ, თქვენ უკიდურეს მემარჯვენეებს არ აჩერებთ. პირიქით მათ ზრდით. რადგან როცა ადამიანები იგრძნობენ, რომ არავინ უსმენს, სწორედ მაშინ იწყებენ ორგანიზებას. და როცა საბოლოოდ გადაწყვეტთ, რომ მათთან დიალოგი დაიწყოთ, შეიძლება უკვე ძალიან გვიან იყოს. შემიძლია ვთქვა, სასიამოვნოა ვხედავ ადამიანს, რომელსაც უფრო მეტი საღი აზრი აქვს, ვიდრე ამ ადამიანების უმეტესობას ინტერნეტში. იმიტომ რომ რასაც ის აქ ამბობს, სიმართლეა. კარგი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ კაცს გონია ის ისლამისტია, ასე არ არის. ის სინამდვილეში ბრიტანელია, რადგან მას დასავლური ღირებულებები აქვს და შეიძლება არ იყოს იმ ადამიანებს შორის, ვინც ცდილობს გაანადგუროს და დაიპყროს ევროპა და დასავლური საზოგადოებები, რადგან ის სინამდვილეში უფრო დასავლელია, ვიდრე თავად გონია. რაც მან აქ თქვა სრულიად სიმართლეა. საქმე არ არის იმაში, რომ ყველა იღვიძებს და რასისტი, საშინელი ადამიანი ხდება. არა, უბრალოდ ხალხს სურს საკუთარი თავი დაიცვას და თავისიანები დაიცვას. და რაცა სულ უფრო მეტი ეს შემოთრილი მოდის და ყველაფერზე რასისტად გიხსნის, რასაც არ უნდა აკეთებდე, ერთ მომენტში ეს ხდება როგორც ბიჭი, რომელიც ხვირო და მგელი მოდის. კარგი ამბავი ისაა, რომ ეს ნორმა არ არის. დიდ ბრიტანეთში ამ კაცის რელიგიასთან ასოცირებული ადამიანების უმეტესობა ასე არ ფიქრობს, რადგან ისინი უფრო ისლამისტები არიან, ვიდრე დასავლეთზე მორგებულები. ეს კაცი კი დასავლეთზეა მორგებული, უბრალოდ თავად არ იცის ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ეს უბრალოდ საღი აზრია. ეს ვიდეო ნამდვილი მწარე სიმართლე იყო. მას სოციალურ მედიაში ასობით ათასი ნახვა ჰქონდა. 53,000 მოწონება მიიღო. და რას ამბობს ის? ფაქტობრივია, მიზეზი, რის გამოც ხალხმა მისცა ხმა Reform UK-ის ისაა, რომ ისინი გძნობენ თითქოს სრულიად უგულებელყოფილნი არიან ყოველდღე. რეაქცია არის მუსლიმი მამაკაცი შოტლანდიიდან და მან ატვირთა ეს ვიდეო TikTok-ზე, სადაც ამბობს, რომ რეფორმის აღზევება მუსლიმებისთვის რეალობის შემოწმების მომენტია. აი რას ამბობს ის? დღეს რეალობის შემოწმების მომენტია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები მუსლიმებისთვის, რადგან რეფორმის პარტია მთელ ქვეყანაში იზრდება. საზოგადოების განწყობა თქვენ სასარგებლოდ არ არის, არც იმიგრანტების სასარგებლოდ. და ეს არის გამოფხიზლება, რომელიც უნდა მივიღოთ. როგორც დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმებმა უნდა გავიაზროთ, რომ ის გზა, რომელსაც ეს ქვეყანა ადგას, ანტიისლამურია. კარგი. ამიტომ ძალიან ვერ ვიცივლებთ, რადგან ჩვენ სტუმრებად ვცხოვრობთ ამ სახლში და მასპინძელს ნებისმიერ დროს შეუძლია წესების შეცვლა. ამიტომ ვერ ვიცივლებთ, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ჩვენი სახლები, ჩვენ გვაქვს ჩვენი მიწები. ჩვენ დროებით უნდა ვყოფილიყავით დიდ ბრიტანეთში და დასავლეთში, როგორც ეკონომიკური მიგრანტები, რომ ფული გვეშოვა და შემდეგ უნდა დაგვეტოვებინა ეს მიწები და დავბრუნებულიყავით ჩვენს მიწებზე. მაგრამ რაც მოხდა იყო ის, რომ ჩვენ თავი დავიძალეთ, ყოფილიყავით ისეთ გარემოში, სადაც თავიდანვე არ არის ჩვენთვის შესაფერისი ისლამის დაცვა. სახლში არსებული წესები საერთოდ არ შეესაბამება ისლამს. ეხლა მასპინძელი ამბობს, რომ თქვენი ღირებულებები და ჩვენი ღირებულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მუსლიმებმა ახლა უნდა გაიგონ, რომ იმისათვის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ისლამი, მორალი და ღირსება, ეხლა თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს მიწებზე. კარგი, ანკაც რაღაცები სწორად ესმის, რაღაცები კი არასწორად. სწორია ის, რომ განწყობა იცვლება, ხალხი დაიღალა იმ ყველაფრით, რაც ხდება და ეს დასავლეთთან შეუთავსებელია.
მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ეს ადამიანები აქ მხოლოდ ეკონომიკის სასწავლოდ მოვიდნენ, რომ მერე თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდნენ და ისინი დასავლურ საზოგადოებად გადააქციონ, სრულიად მცდარია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. არ ვიცი, ეს კაცი ამას მართლა თუ ფიქრობს. შესაძლებელია, რომ მართლა ასე ფიქრობს. არ ვამბობ, რომ შეგნებულად ტყუის, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. ამ ადამიანებს თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების არანაირი გეგმა არ ჰქონდათ. მათ სურდათ აქ მოსვლა და დიდი ბრიტანეთის ხელში ჩაგდება. სწორედ ამას აგრძელებენ ისინი. და ეს გეგმა სრულიად გამოაშკარავდა. ხედავთ, დამოკიდებულება იცვლება, განწყობა იცვლება. სწორედ ამიტომ ცდილობენ ასე ძლიერად თავისუფალი სიტყვის ჩახშობას. არ უნდათ რომ ხალხს შეეძლოს ამაზე საუბარი. რადგან როგორც კი დაიწყებთ საუბარს, იწვევთ იმის გააზრებას, რომ სხვებმა ზუსტად ისევე გააცნობიერეს ყველაფერი როგორც თქვენ. და თქვენ და შეიძლება არც კი ხართ გიჟი რასისტი, რომელსაც უმცირესობების წულ. არამედ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც საკუთარი რელიგია, კულტურა და საზოგადოება უყვარს. უყვარს და როცა ამაში შემოჭრა ხდება, შეიძლება უნდა ებრძოლოთ კიდეც ამას. მეგობრებო, ეს კარგი ამბავია. საქმე დასრულებულია. საერთოდაც კი არ არის დასრულებული. მილიონობით ადამიანი შემოვიდა შემოჭრის მენტალიტეტით, რომლებიც ცდილობენ დასავლური საზოგადოების განადგურებას და ეს პრობლემა ფესვიდან უნდა მოგვარდეს. მაგრამ ის ცვლილება, რასაც თქვენ ხედავთ, ნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტმა ამ ადამიანმა გაიაზრა, რომ მათი დრო სრულდება. და ეს ძალადობრივად მოხდება, როგორ განვითარდება მოვლენები, ხვალა თვითონ წავა უკან თუ აიძულებენ. დრო გვიჩვენებს. ნახავთ, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, ვინ აირჩევა შემდეგ და რა მოხდება ამის შემდეგ. თუმცა თუ თქვენ იმ ადამიანთაგანი ხართ, ვინც ამ ყველაფერს უკვე დიდი ხანია აკვირდება და საკუთარ თავს ეკითხება, აქ რაღაც ვერა არ იგზე, მაგრამ მე რასისტი არ ვარ, გეფიცებით. თქვენ არ ხართ რასისტი. ისინი მანიპულირებენ თქვენით, რომ ასე იფიქროთ, რადგან ეშინიათ, რომ თქვენ გაიგებთ სიმართლეს, რომ ისინი უხილავად შემოიჭრნენ. მადლობა, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს.